თუ ახლახანს ახალი ადგმული ქონდა ფეხი ზოგადად რაგბიში და მატკავა მშვენიერია გახსნა ანგარიში და უწინაურდით ნანა ესე მე 5 წუთზე 0-3 ანგარიში თუ გავიხსენეთ თურქეთის შეხვედრები ეცდება რომ 6-მდე გაზარდოს სხვაობა დარტყმა ხო იქ მერაბ კვირიკაშვილის სხვა გვესვის აშკარად აბარა თავიდანვე ისე მიდის და თავიდანვე ხვდებით რომ ლუკას დარტყმა ზუსტია 0-6 გამორბენი დარტყმა ზუსტია 9-0 საქართველოს გაზარდა უპირატესობა აქ კრეგიონს დაუძახებს კაპიტანს და ეტყვის რომ ივანიშვილი არ გვინდა აქ თამაში კარგი არის შვანგირაძე გამოვარდა ბურთი წინ უნდა შეხვდეთ იქნება გარეთ სივრცეები გადაგვიარეს და გაგვიტანეს ჩვენ ვახსენეთ რომ მათი ცენტრები იქნებოდნენ დღეს განსაკუთრებულად საშიშები ბევრი ბოჭვა გავაფუჭეთ ხშირ შემთხვევაში მივდიოდით ზემოთ გაიწმინდა კარგად ჯავახია მარტოა მიხმარება ჭირდება ამუშავა ფეხები მანაც მოიგო 1 მეტრი ივანიშვილი საფათოა ესე ბრავო უკა ივანიშვილი მშვენივრად დაინახა იქ სივრცე და შევიდა და ვეღარც ვერავინ გააჩერებდა იქ ლუკა ივანიშვილს უბრალოდ დერეფანში ბურთის მოგება გჭირდება ლაზარე და მე ჩვენ საქმეს კარგად გავაკეთებთ ივანიშვილი გატანილ ლეოს ავტორი გამოასწორა ის ხუთელი მაგრამ მე თუ მკითხავ გამოსასწორებელი არაფერი არ ქონდა ხო და ამტკიცა აი განმევრებით აჩვენა კარგი ფინტი ცრუ მოძრაობა უბრალოდ შემოვიდა შიგნით და მე აქ ლუკას გამჩერებელი შეიძლება ბევრი არ იყოს ლაგონია უტევს აჯვარი სივრცე ჯავახია 2 მეტოქეზე შეჭებს მუშაობს ჯავახია ახლოს ივანიშვილი არის სივრცე მიყვება კვესო მიყვება და რა პასი გაატანა ბრავო შესანიშნავი შეტევა ქართველებისგან და ლელო რა შეტევა ქონდა რა კარგად ჩაერთო ჯერ სივრცეში აი სივრცეს შეტევა რომელიც საოცრად და განვითარებული ნინიაშვილს და შემდეგ ეს უკვე არის ის რასაც კონტრაქტის დელობა წინ წევთ რა კარგად გაათამაშეს და მიაღწიეს ლელო საბოლოოდ მაინც ხო ეხლა შეიძლება ითქვას რომ რაქის სიახლოვეს იყო ნაკლებობა აშკარად წლებში ვიყავდი გაჭრილი ხაზის შემდეგ ვეღარ გადავეჭი ხო 3 ჯამი მაჩი 78 წუთი ხედები კარგია იხარე შესვენებაზე ისეთი გარე ხედები აქვს მოედანს ერთი ავიდო და კაცი ამიტანიშორია მატკავას დარტყმა ზუსტია და 26-12 14 ქულამდე გავზარდეთ სხვაობა. ამით შეგვიძლია თამამას. მიშკო საინტერესო. ხო, რაღაცა საინტერესო განლაგება გვაქვს. აქ დრო გასულია. მოვიდა სპანდერაშვილი. და ლელო, ბრავო. კარგი ნოტაზე დავასრულეთ. გავათამაშეთ, კარგი კომბინაცია გავათამაშეთ მატჩის ბოლო წუთზე კიდეზე დავამიწეთ ბურთი. 12-31 გარდასახვა და დასრულდება დღევანდელი მატჩი. კარგი ბიჭი ხართ ოჩახ. 33-12 ასეთია საბოლოო ანგარიში და საქართველოს მოიპოვა მეორე გამარჯვება უკვე. Nations Cup-ზე შემდეგი გაჩერება იქნება ჩილე და ამით დავასრულებთ სანაკრებო ვერტიკალს ზაფხულში. ჩვენთვის და დავბრუნდებით უკვე შემოდგომაზე იმ მატჩის შემდეგ. ბევრი გამოსასწორებელი ფაქტორი გამოჩნდა ნამუშევარი ფაქტორებიც